დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში საზოგადოებრივ კავშირ გაგრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაგრის დღე აღენიშნა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა და მას აფხაზეთის დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები, გაგრელები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. გაგრის დღე საზოგადოებრივ კავშირ გაგრის გამგეობის გადაწყვეტილებით 3 წლის წინ დაწესდა და უკვე ტრადიციად იქცა. მიზანი გაგრის საზოგადოების კონსოლიდაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში მათი აქტიური ჩართულობა, მშობლიური აფხაზეთის მრავალფეროვანი ტრადიციების შენარჩუნება, წარმოჩენა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფუძნებინა გაგრის დღე, როდესაც გაგრელები ერთმანეთს შევხვდებოდით, შევიკრიბებოდით, მოეფერებოდით ერთმანეთს, გავიხსენებდით ჩვენ საყვარელ გაგრას, ღვთისმკურთხეულ გაგრის მიწას და ყველა იმ ცხოვრებისეულ მომენტებს, რაც ჩვენ გაგრაში მქონდა და გაგვივლია ერთად. აი დღემდე მოვდივართ ასე და აი 2015 წლის მერე ყოველწლიურად ვატარებთ ამ ღონისძიებას. ყოველწლიურად რაღაც სხვადასხვა ადგილას მართავთ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადგომით ვაწყობთ ამ ღონისძიებას სხვადასხვა კოლექტივების მონაწილეობით. მიზანი არის ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია, ჩვენი ხალხის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის ქონა და ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ ერთად ერთ მუშტად შეკრული დავბრუნდეთ აფხაზეთში. ის რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდა და უკვე რამოდენიმე წელიწადია აღნიშნავთ გაგრის დღეს, ეს არის ჩვენთვის სასიხარულო. მიზანი პირველ რიგში ის არის, რომ შევახვედროთ ერთმანეთს გაგრის საზოგადოების წარმომადგენლები და რაც თავარია უფრო მეტად ახალგაზრდები, რომლებმაც ერთმანეთი უნდა გაიცნონ, იმიტომ რომ გაგრა ეს არ იყო მარტო ჩვენი ქალაქი, ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მომავლის ქალაქი და იმის იმედით, რომ ჩვენ აუცილებლად დავრუნდებით გაგრაში, ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ ისევ აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. ამ დღესთან დაკავშირებით გუშინ სპეციალურად ჩავაფრინდი გერმანიიდან. იმიტომ რომ გაგრელების დანახვა ჩემთვის არის ყველაფერი. მე ამით ვცხოვრობ. ყოველდღე გაგრაში ვარ მე. აი ჩემი მეუღლე გერმანელია, მასაც არ უნდა იგაჩერება გერმანიაში. ის ამბობს, რომ აი მეც მინდა დაბრუნება საქართველოში და იმიტომ რომ აგაატარა 45 წელი. 1000 ჯერ მithქვია და კიდევ ერთხელ ვიტყვი. მიგვიხვით ღუმელთან. მე მეუბნები საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენ ველაპარაკოთ აფხაზებს. ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთიდან დევნილი ხალხი. ყოველთვის ეს შეხვედრა სევდანარევია უდავოდ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ხალხი გვაკლდება სამწუხაროდ. მაგრამ იმ სახეებს, ვისაც ხედავ აქ, სითბოს უგურის უდავოდ. მიხარია ყველა იმ ხალხის ნახვა, ვისაც შენთან ერთად უშრომია, ეს კუთხე ულამაზებია. ჩვენთვის ეს არის დღესასწაული. მამიდაშვილები აფხაზები მყავს. მე და ეს პოლიტიკა, რაც ამ წუთას აფხაზეთშია და ის სახალხო დიპლომატია, რომელშიც მეც ვარ ჩართული საერთაშორისო, ის პერსპექტივას იძლევა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს დაუახლოვდეთ. სახალხო დიპლომატიასაც უდავოდ აქვს დიდი როლი ამ საქმეში და მიხარია, რომ რაღაც წვლილი მეც მაქონაში. საღამოს მსახიობის ზურაბ ბალანჩივაძე უძღვებოდა. შეკრებილ საზოგადოებას გაგრის დღე მიულოცა საზოგადოებრივ კავშირ გაგრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ გობეჯიშვილმა და აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლიანა მიქაშავიძე. ჩემო გაგრელებო, დღეს მომიყვანა თქვენმა სიყვარულმა. გაგრა ჩემთვის ძალიან მშობლიურია. ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ. ჩვენ გვიხაროდა ჩვენი მშობლები, როდესაც გასტროლებზე მიდიოდნენ გაგრაში. როგორ დავივიწყო გაგრიფში. გაგრა ყოველთვის სტუმართ მოყვარე იყო. აი ახლა სახეზეა ყველა. გაგრა გმირი ქალაქია. რაც მათ გადაიტანეს და მაინც შეხედეთ ყველანი ლამაზები, კარგები, როგორ ეს სიყვარულებიან. მეც მომიყვანა გაგრის სიყვარულმა. მინდა მოვეფერო, მოვესიყვარულო ჩემ გაგრელებს. სიამაყით ვამბობ იმას, რომ ეს ტრადიცია უკვე რამოდენიმე წელია
ტარდება გაგრელობა. ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია. 9 და 10 წლის ბავშვი რო გეუნება გაგრელი ვარ, ესე იგი იმან იცის რომ ის გაგრელია. ის დაბრუნდება. ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდეს ახალგაზრდა თაობა, ახალი თაობა, რომელიც აფხაზ თაობასთან ერთად იქნებიან და ესენი აფხაზურსაც ბღერიან, ქართულსაც ბღერიან. აფხაზურს არავინ არ სწავლობს ჩვენს გარდა. და ეს მათთვის დიდი პაწევია და მათაც იციან და უკვე ფიქრობენ, ჩვენ მეტი სხვა პატრონი არ ყოლია. ეს ჩვენ ვიცით, ჩვენ ერთად ვიცხოვრებ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ქართველებს შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდნენ გაგრელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გაგრის საზოგადოება და ეს ორგანიზაცია პერიოდულად ატარებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს სხვადასხვა ხასიათის და სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის კულტურულ ღონისძიებებს. ერთ-ერთი გახლავთ გაგრის დღე, რომელიც აი დღეს აღინიშნა, დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. მნიშვნელოვანია ის, რაც ითქვა დღეს, ის რაც მოვისმინეთ, აი ეს კულტურული პროგრამა, რომელიც ჩვენ ვნახეთ. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობდეს ყველა რაიონში. ამის შესახებ უკვე თქვა მთავრობის თავმჯდომარემ თავის დროზე და მე მთლიანად უჭერ ამ იდეას მხარს. მე გაგრელებს ულოცავ დღევანდელ დღეს, სანამ ასეთი შემართება არსებობს, არის ყველა შანსი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. და ეს არის სწორედ საწინდარი ამისა. ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ აი ასეთი ორგანიზებულობა და ასეთი შემართება, როგორც ჩვენ დღეს ვიხილეთ. საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მომღერალი სალომე სესიტაშვილი, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი გუმბათი, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია ხალისი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთი. საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ წარმატებული გაგრელი ხელოვანები. მყავს დედა გაგრელი და ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს გაგრასთან. ძალიან მიყვარს საერთოდ გაგრა, ვთვლი რომ მეც გაგრელი ვარ, გულით, სულით და აი მივიღე მოწვევა ამ კონცერტის ორგანიზატორებისგან და ძალიან დიდი სიამოვნებით დავითანხმე. მე შევასრულე სიმღერა მე საიდუმლოს და იმედი მაქვს რომ ხალხს მოეწონა. დღეს მოვედი გაგრელების შეხვედრაზე. დავიბადე თბილისში, მაგრამ მე წარმოშობით ვარ გაგრელი. მე ბევრი რამს მენია გაგრის შესახებ და ჩვენი ლამაზი კუთხის შესახებ. ჯერა რომ ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით გაგრაში.
გაგრის დღის მონაწილეებმა საზეიმო კონცერტის შემდეგ არტ გალერეის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც კლასიკური მუსიკა ჟღერდა. მონაწილეებს სტენდზე გაკრული უმშვენიერესი გაგრის ხედებისა და წლების განმავლობაში ტრადიციული ღონისძიების გაგრის დღის ამსახველი ფოტომასალის დათვალიერება შეეძლოთ. მე მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება დღეს ჩატარდა, მგონი ძალიან კარგად. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს უკვე ტრადიციად იქცა გაგრის დღე. მესამე წელია ტარდება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. მინდა გადავუხადო მადლობა გაგრის საზოგადოებას, აფხაზეთის მთავრობას, უმაღლეს საბჭოს, ბატონ რომალ ნიჟარაძეს, რომლებმაც დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიების ჩატარებაში და რაც მთავარია, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა შემოქმედებით კოლექტივს. წმინდა გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფმა მაყურებელს შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინა. ჩემო ძვირფასო გაგრელებო, სოხუმელებო, გუდაუთელებო, ყველა გვიყვარხართ და ყველა მენატრებით. ჩემ აფხაზეთთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად ვრაცხ, თავსა ჩემსა, რომ დაგვპატიჟეთ გაგრის დღეებზე. წმინდა გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფი, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით დაარსებული და ეს ბავშვები მაშინ დაბადებული არ იყვნენ, როცა პირველად გუდაუთაში და გაგრაში გაიხსნა ჯგუფები. კერძოდ ბზიფში და იფნარში და თვითონ გუდაუთაში და ახალსოფელში. იქაც იზრდებოდნენ ვაჟკაცებად, ღირსეულ მოქალაქეებად და რომელთაც უყვართ უფალი და სამშობლო. ვემსახურებით უფალს და სამშობლოს. მე ვარ ბეთქირი დევზალიანი. მან იყო სამსაუბრა, მე იყო საზოდი, ყველას როცა გაგრის დღეს. მე მიყვარს აფხაზეთი და გაგრა და ყველას გილოცავთ გაგრის დღეს. მე ვარ ლუკა წოლოკიძე, შევასრულე კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის ილეთები და ძალიან მიყვარს აფხაზეთი და გილოცავთ გაგრობას.